მოგესალმებით. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დათო, თქვენ ხართ გაყიდვების მენეჯერები და გინდათ რომ დიდი ბიზნესმენები გახდეთ. და დღეს მთხოვეთ რომ მოდი შევიკრიფოთ და თვითონ შეკითხვას დაგისვამთ. აი მე გისმენთ და მზად ვარ რომ თქვენ შეკითხვებს უპასუხო. დიახ ბატონო გელა, მე ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ისეთი შეკითხვები, რომელიც ბევრ მომავალ ბიზნესმენს, მომავალ გაყიდვების მენეჯერებს აინტერესებთ, იმისათვის რომ გახდნენ უკეთესები. პირველი ასეთი შეკითხვა, ლიდერობის ხელოვნებაზე ერთ-ერთი წიგნი თქვენი ბიბლიოთეკიდან, მაინტერესებს ლიდერობის ხელოვნება როგორ გესმით თქვენ გელა ბარკალაიას. უყურე. და მოდი დავიწყოთ ესე. ესე დავიწყოთ. ლიდერობის ხელოვნება უკვე ბიზნესი უნდა იცოდე. რომ აქედან დაიწყო მუშაობა. უფრო მარტივიდან უნდა დაიწყო და მე გეტყვით აი როგორ. უყურეთ როგორ არის. ცხოვრებაში ერთ რამ უნდა იცოდეთ. თქვენ ხართ ახალგაზრდები. უყურე, ჩემს ნათქვამს ბევრი ზუსტად ისე გებულობს, როგორც არის. ზოგჯერ გამართული ქართულით, კაცურად ისე ეუნები რაღაცნაირად არ ესმის. და როცა არ ესმის, გაბრაზდები და ეტყვი. ბიზია, თუ ხარ ლაგვა, შენგან არაფერი არ გამოვა, უნდა იყო ცეცხლი. ახლა ლაგვა, შენ იცი მეგრული სიტყვა, ხო? და რას ნიშნავს ლაგვა ახსენი? სანტი, ცოტა ნელი. ლაგვა არის, კაცი რო გეტყვის, წყალი მომიტანე იქიდან ერთი ბოთლიო, ნახევარი საათი არ უნდა გელოდებოდეს. წამში უნდა გაჩნდეს აქ. და არასდროს არ უნდა თქვა, დაუშვათ, გავაკეთებ ხვალ. არა, დღეს უნდა გააკეთო. ხვალინდელი გასაკეთებელი დღეს უნდა გააკეთო. ხვალ დაისვენე. ხვალ შეიძლება წვიმა იყოს, ქარი იყოს, უბედურება იყოს, ან ბედნიერება იყოს და მისთვის შე ვერ მოიცალო. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი გასაკეთებელი გააკეთე დღეს, ხვალ დაისვენე, ის თუ შენთვის არის დასვენების დღე. თქვენ ხართ გაყიდვების მენეჯერები. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, გელა ბარკალაიამ დაიწყო ნოლიდან. და აი ამ ადამიანმაც დაიწყო ნოლიდან. ილონ მასკი. აი ამანაც ნოლიდან დაიწყო. მოიწია აქეთ დათო. აი ამ ადამიანმაც ნოლიდან დაიწყო. მაგრამ ამასაც არაფერი არ ქონდა. და მეც არაფერი არ მქონდა. მაგრამ ამან